თუ არ მოუხდება და ჩვენ ახლა აი საუბარში ვართ ბატონ გურამ პეტრიაშვილთან, ქართული კულტურის ძალიან დიდ მოღვაწესთან. ჩემ ბავშვობაში ჩემი ძალიან ბევრი მოგონება დაკავშირებულია ბატონ გურამთან და მის როლთან ქართულ მწერლობაში, კინოში, საერთოდ ჩვენ საზოგადო ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ასეთი კულტურული ტრეგერები იშვიათად თუ ყავს და ჩვენს უფროსთაობაში და ჩვენი ვალი არის, რომ მივაწოდოთ მათი ნააზრევი, მათი შემოქმედება მომავალ თაობებს და მივცეთ მათ საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი თავისი სიბრძნე და გამოცდილება დაუტოვონ მომავალ თაობებს. და მე ვფიქრობ, ამას სრულად უცბად ვამბობ ახლა ბატონ გურამთან, მე ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამე მაქვს ნასწავლი. მისგან, მისი მოთხრობებით, მისი ნამუშევრებით კინემატოგრაფში და ასე შემდეგ. მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით ჩვენ ერთად ვიყავით ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როდესაც ეს იყო თავის ზენიტში და იმ დროს ბატონი გურამი ერთ-ერთი წარმოჩენილი, ასე ვთქვათ, მთავარი პირი გახსნათ, რომელიც კულტურას წარმოადგენდა და ბევრ რამეს, ძალიან ბევრ სიმართლეს ამბობდა. და ხომ იცით როგორ არის, ხანდახან სიმართლეს რო ამბობს კაცი, ადამიანებს იმ წუთას არ სჯერათ, რომ ეს სიმართლეა და დაახლოებით 10-20 წელი უნდება, რომ გაირკვეს, რომ ეს ნამდვილად ასეა და ეს გურამ პეტრიაშვილი ის კაცია, რომლის სიმართლე ხშირად მაშინ უეჩანს და ხშირად 20 წლის მერე და 30 წლის მერე გამოჩნდება ხოლმე, რომ ეს ნამდვილად ჭეშმარიტება ყოფილა და ძალიან მიხარია, რომ ბატონო გურამ ყავს აქ და მიამაყება. ბატონო გურამ, ჩვენ ესე იგი თავისუფალ ფორმატში ვართ აქ და უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე და მე ახლა ვნახე თქვენი მოთხრობა, რომელიც თქვენ დაწერეთ და დიდი სიამოვნებით მაყურებელთან ერთად მოგისმენთ ამას. კი ბატონო. რომელიც დედის ხსოვნას ეძღვება, ხა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, იმიტომ რომ მეც 1 წლის წინ დაახლოებით დავკარგე დედა, ახლა იქნება ოქტომბრის ბოლოს 1 წელი, რაც ჩემ წავიდა და ბოლო 2.5 წელი აქ ვიყავი ჩამოსული პირდაპირ მნიშვნელობით ჩემთან ვიყავი და მისი ბოლო წლები და არც ერთი წამით არ ვნანობ ამას პირიქით. ძალიან მიხარია, რომ აქ ჩამოვიდა ჩემთან ერთად გავატარე 2.5 წელი. თქვენი მოთხრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ და საერთოდ ჩვენთან ტელესივრცეში ისე უნდა შემოვიტანოთ ხატრული ენა. ეს არის დაღარიბებული ლექსიკა, რაც მოიტანეს ტექნოკრატები, NGO ტექნოკრატების ენა არის ეს, რაც ლაპარაკობთ რაღაცა პრიორიტეტები და იმპლემენტაცია და ესეთი სიზულელეები. არა და ნამდვილი ენა აღარ ჩანს. ხო. იმპლანტაცია, ხო? ესე იგი, დიდი მადლობა ირაკლი ჩემი დახასიათებისთვის. მე მიხარია, რომ მოვედი შენთან სწორედ სალაპარაკოდ, იმიტომ რომ თუ ვინმესთან მინდა მე ლაპარაკი და მიმაჩნია, რომ ის ჭკვიანი კაცია, ერთ-ერთი ხარ შენ და მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლა დავსხეთ და ვილაპარაკოთ. რატო არ ვილაპარაკოთ? რატო ეძებოთ ყოველთვის რაღაცა სკანდალები, იმან რაქნა ის რატო დანიშნეს, ის რატო გაათავისუფლეს. კაცო, მოდი ვილაპარაკოთ ღირებულ და საჭირო რამეებზე. ეხლა გამახსენდა ერთი კარგი ამბავი. მე-19 საუკუნეში ორი კარგი მწერალი რუსი შეხვდა ერთმანეთს და დიდხანს ილაპარაკეს ქუჩაში, ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ასეთ რამეებზე და მე ერთმა უთხრა მეორეს, ბიჭო, დავიღალე მე ამ ფანტაზიების მოყოლითო. მოდი რეალურ რამეზე ვილაპარაკოთ და მეორე მკითხა რაზეო და აი მაგალითად დონ კიხოტზეო. მართლა ეგ არის. მაგაში უფრო რეალურია დონ კიხოტი თუ დღევანდელი ვიღაცა ფუნქციონალი ჩასუქებული ბიუროკრატი. დონ კიხოტი უფრო რეალურია. გინ დღევანდელი და გინ შარშანდელი და გინ 5 წლის წინანდელი. იმიტომ რომ ისეთი რამა დოსტოევსკი მაგაზე თქვა, როდესაც ღმერთი დაუძახებს ადამიანს და ეტყვის, ადამიანო, აბა რა გააკეთე დედამიწაზეო. ადამიანს შეუძლია უთხრას, მე დავწერე დონ კიხოტიო. და ღმერთი ეტყვის, ყოჩახ, შენ კარგად გიცხოვრი ამ დედამიწაზეო. ყველა არ გაგილევია. ხო, მართალია, ხო. დიდი რამაა და აქამდეც და სულ ყოველთვის იქნება
იქნებიან დონკიხოტები, რომლებიც ესე იგი დონკიხოტი იყო ისე ჯორდანო ბრუნოს. რაებს მიქარავდა კაცო, რაებს ამბობდა. ინოვატორი იყო, ახლის მონტანი იყო და საოცარი რაღაც ამის გამო შეწეს კი მოკლეს ესე საშინელი სიკვდილი. კი, ესე იგი დონკიხოტები იქნებიან მუდამ იქნებიან აი წინ ნამდვილი პროგრესის წინ წამწევი იქნებიან. ხო, რა საინტერესოა ბატონო გურამ, აი ახლა თქვენ რომ საუბრობთ ამაზე ძალიან მახსენდება ხოლმე აი ეს კრიტიციზმი ჩვენ საზოგადოებაში რომ იყოს ჩვენ დიდი ესე დებატები რომ აი ვინ არის ჩაკეტილი ქართულ ნაჭუჭში და ვინ არის მართლა სოფლიო დონის მოაზროვნე. აი ხა ჩემთვის მაგალითად გურამ პეტრიაშვილი სოფლიო დონის მოაზროვნეა და სოფლიოს მოქალაქე ბევრად უფრო ვიდრე დღევანდელი ეგრეთ წოდებული ქართული კოსმოპოლიტური კემპი, ასე ვთქვათ, კემპინგი, რომელიც მარტო ქართულ პრობლემებზე ლაპარაკობს. როგორც კი შემოიტან დონკიხოტის თემას, იზახ, მაიც აკაცო ჩვენთან ეს რამოსა, ჩვენი კონტექსტი სულ სხვა არის და ეს დემაგოგია ეს მე ვეძახი ამას ლიბერალურ ფუნდამენტალისტურ ფლანგს, რომელიც ახასიათებს ეს ფლანგს არის რომ როდესაც დაუწყებ აი რაღაცა ზოგად საკაცო რეგიო დოსტოევსკი იქნება ეს თუ სერვანტესი იქნება უმბერტო ეკო იქნება თუ მარიო ვარგას ლიოსა უცებ გატაკებენ ამას ჩვენთან კაცო გრუზინებთან ეგ რა მოსატანია ჩვენ და რატომაც ამ ხალხს გონია რომ ესე იგი ან კარგი ან ცუდი ნიშნავს როგორ შეიძლება რომელიმე ხალხი და რომელიმე ერი იყოს განყენებული სერვანტესისგან იყოს განყენებული უმბერტო ეკოსგან და ასე შემდეგ. და ეს ხალხი აი სწორედაც რომ ვიწრო ნაციონალიზმი, სწორედაც რომ ეს არის რაც ლიბერალებს აქვთ დღეს, რომ ესე იგი გეუნებიან რომ იცი რა სერვანტესზე ილაპარაკე მარტო მადრიდში, ან კიდე ბერლინში, მაგრამ თბილისში ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გაუნათლებელი ხალხი ვართ. ესე იგი დაინტერესებულია ეს ხალხი იმაში რომ გაუნათლებლები ვიყოთ თუ რაშია საქმე, ეს ვერ გავიგებ. მე მგონი დაინტერესებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენთან ისიც კი შემოვიდა, აი მაგ მწერლობაში ასეთი თქმა იყო. ეგ როგორი მწერალიაო და ხო, მაგან კარგი ქართული იცისო. მეორე მაგან ქართული არ იცისო. ესე იგი ეს ქართულის ცოდნა აყვანილი იყო იმის რანგში, ესე იგი ყოვლად კარგი. კაცო, კარგი ქართული უნდა იცოდეს ყველამ, ამიტომ საჭიროა კონდეს ლექსიკონები და შიგ ჩავიხედოთ და გვეცოდინება და ხანდახან გავიაროთ სოფელში, იმიტომ რომ სოფელში იციან ენა ყველაზე უფრო. სოფელში იციან. გავიაროთ სოფელში და მოусმინოთ იმას. მე შემემთხოვა ასეთი ანეკდოტური ამბავი. ვიღებდით ნეილონის ნაძვისხეს ატენში. ჩვეულებრივი ფილმია. მეც ძალიან თქვენი როლი არის საოცარი წინვალე ჩემ ბატონო. რა ვიცი. ხო და ესე იგი ტანას ხეობაში ვიღებდით ამ ფილმს და იქვე ესე იგი მოვხდით სწორედ ატენის გვერდით, აი სწორედ ატენი, სოფელი ატენი. მივედი და მაღაზიის იმაზე რა ქვია, კარზე გამოკრულია განცხადება დღეს ლიმონათი გაყიდვაში არ არის. ახლა ამ გოგოს ვეკითხები რო ყიდის, უკაცრავად მე ვუთხარი ლიმონათი მომეცი და არა გვაქვს ლიმონათიო. მე მეუთხარი დაგეწერათ ეგრე რომ არა გვაქვს დღეს ლიმონათი. ბიჭო რო წერ დღეს გაყიდვაში არ არის. და შეიძლება ეგრეო მითხრა. განა ცუდი ქალი იყო, მაგრამ ეს იყო კალკირება. ხო, შეიძლება რომ ეგრე დავწეროთ, იმიტომ რომ აი თბილისში ხო სხვანაირად ლაპარაკობენ, არა? ტელევიზიაში გაყიდვაში არ არის. ესე იგი ხალხს მოусმინოთ. ხალხი ისეთ რამეებს ამბობს, კაცო. მე ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი წიგნი ჩემი, მე აქედან რომ წავედი, თან წავიღე საყვარელი წიგნები. მაგალითად, ჩემ ქალიშვილს წაუღე თამაში ჭვავის ყარაში. ვახტანგ ჭელიძე კარგად თარგმნა ძალიან. იმას ვაკითხებდი. მე რო წავიღე წიგნები, იქ რუსთაველი იყო ცხადია და იყო კიდე ერთი საოცარი წიგნი. ეს ამას ქვია ქართლური ენის დიალექტის ლექსიკონი. ეს ლექსიკონი შედგენილია უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. მაშინ ამ სტუდენტებში იყო
ჩვენი დიდი პოეზიის ქალბატონი ანა კალანდაძეც. ერთი რომელიღაც სოფელში ანამაც შეკრიბა ეს ისინი რა ქვია. იქ არის შედევრები, მაგალითად მოხუციკაციამ თან რატოა კარგი ეს ლექსიკონი რომ თან იქვე მაგალითებია რომ მოიყვანს სიტყვას მაგალითია როგორი იხმარა ამ ადამიანკაცმა. მაგალითად არის ჭკუა უმღერის ეგაო ახალგაზრდა და რა ქნას ჯერ ჭკუა უმღერისო კაცი ამბობს ახალგაზრდაზე ხო და ჭკუა უმღერის ეს საოცარი გამოთქმა ხო აბარა უმღერის განსულიერების განსაკუთრებული ფორმა ძალიან პოეტური ენასთან თამაშია. ეს ძალიან საინტერესო საკითხია რომ ქართულ ენას ენობრივი თამაშის საკმაოდ საინტერესო ძალიან დიდი რატო იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საოცარი ზმნა ჩვენი ზმნა არის ალბათ არ ვიცი მე ბევრი ენები არ ვიცი მაგრამ ალბათ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თუ ზმნა რას აკეთებს ახლა მაგალითად შემომეყარა ყივჩახი ამბობს ლექსში ქართველი კაცი შემომეყარა რო გადათარგმნოს სხვა ენაზე მოგიწევს თქვა რა მოხდა მივდიოდი და გზაზე მოულოდნელად შევხვდი არ ვაპირებდი და ის შემხვდა მიუხედავად იმისა რომ მე არ ვაპირებდი ხო შემხვდა ხო ესე იგი იმდენი რამე და თან პოეზია ყოველ ნათქვამში აი მაგალითად თხელი ქსოვილია რაღაც თხელ ქსოვილზე ლაპარაკობენ და რა ქსოვილიო ერთი ეკითხება მეორესა რა მატერია რა არის ეგო და არ ვიცი მაგრამ ხელში კვდებაო ესე იგი ჩიტია ალბათ ჩიტივით არის უმწეო და კვდება ხელში კაცო რო აიღებ ხო საოცარი გამოთქმა ეს პოეზიას რო ეხება კი ესე იგი ასეთი არის უამრავი ამ წიგნში და მე იქ რო დავიღლებოდი ხო უკრაინაში რუსული და უკრაინული ლაპარაკით გადავსლიდი ან რუსთაველს ან ამ ლექსიკონს და მოვდიოდი ჭკუაზე რა ჩემ ქართულ ჭკუაზე ბრუნდებოდი იმიტომ რომ იმ სხვა ენას ყოველთვის სადღაც გადაყეხარ სხვაგან და ეს ისე მემაბრუნებდა ჩემთან ჩემ ენაში ჩემ სტიქიაში საოცრებაა ეს სხვათვის ეს ძალიან დიდი ამბავია მაგრამ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მოკლედ და კი ბატონო თქვენ როგორ გიჩვენებთ ჯერ წაიკითხავთ მოთხრობას და მერე გავაგზავნოთ თუ ჯერ პატარა კითხვებით შევიდეთ და ბოლოში დააგვირგვინებთ მოთხრობას დავაგვირგვინოთ ეგრე გავაკეთოთ მაშინ და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე ძალიან საინტერესო თემა წამოიჭრა ჩვენ საუბარში რომ ბოლო ხანებში ჩვენ ახლა საქართველოში ბოლო 20 წელია განსაკუთრებით თვალს ვადევნებთ გარკვეული ტიპის ძალიან არასწორი რასისტული აზროვნების ევროპაცენტრისტული რასიზმის მომძლავრების. ცხონებული ედვარდ საედი, რომელიც არაჩვეულებრივი მეცნიერი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ის ხშირად წერდა ხოლმე ამ ევროპულ რასიზმს აზიელების მიმართ თქვათ და არა მარტო აზიელების მიმართ, არამედ აფრიკელების მიმართ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო და სამხრეთ ამერიკელების, ნამდვილი ამერიკელების მიმართ კიდევ უფრო და ასე შემდეგ. მან პირობითად უწოდა ორიენტალიზმი აზიისადმი მიმართება და სხვათა შორის ნახა იგივე ჩარლზ დიკენსის ნაწერებში და სხვა, ასე ვთქვათ, ავტორების ნაწერებში ბევრი რამ ისეთი, რომელიც იყო ორიენტალისტური, ასე ვთქვათ, მიუთითებდა იმაზე, იგივე ვთქვათ, მაუგლი და ასე შემდეგ, რედიარდ კიპლინგი და ასე შემდეგ, სხვადასხვა ავტორები, დიდი ინგლისელი ავტორები, რომლებიც კარგი ავტორები არიან უთუოდ და დიდი როლი მიუძღვით საკაცობრიო აზროვნების განვითარებაში, მაგრამ მაგალითად დიკენსის ნაწერებში, იგივე კიპლინგის ნაწერებში და ასე შემდეგ და სხვათა შორის უინსტონ ჩერჩილიც, რომელმაც წერლობაში მიიღო ნობელის პრემია, ისიც გამოირჩეოდა ორიენტალიზმით, რომელმაც ვერა და ვერ აღიქვა განდის მიერ, მაჰათმა განდის მიერ აგორებული დიდი განმანთავისუფლებელი და რაბინდრანათ თაგორის მიერ აგრეთვე დიდი კულტურის წამოწევა და ბრიტანეთის იმპერია მათ დაშალეს, სწორედ არა, ინდოელებმა და მე უკვე დაიწყო. და ამას ეწუწოდებდა ორიენტალებს. ახლა ჩვენთან ასეთი რასიზმი ძალიან გავრცელებულია. დღეს აი ყველაზე პროგრესული
ნაწილი ვითომ პროგრესული, ასე ვთქვათ, ჭყალებში პროგრესული ნაწილი საზოგადოების სიტყვა აღმოსავლეთს ხმარობს სალანძღავად. ახსენებით ხო გოეთეს და მინდა ამ კითხვით შემოვიდე, რომ თქვენი დამოკიდებულება და როგორ უნდა გქონდეს, ესე იგი ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ მომავალს რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს? სოფლიოს მოსახლეობით ძალიან დიდი ნაწილი ერთი 3/5 მაინც იქნება აზია, ეს ერთი. მეორე არის აზიას თავი ჩინეთი, ჩინური, ინდური კულტურა და იგივე მუსლიმურ ქვეყნებში, ესე იგი სპარსული კულტურა, უდიდესი კულტურა არის. სამხრეთზე არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი რუსეთი, ესე რუსეთს აზიის ძალიან პატარა ნაწილი უჭირავს და ძალიან ცოტა მოსახლეა იქ. და პრინციპში იქ კულტურა მაინდა-მაინც ახლა რასპუტინს თუ არ ჩავთვლით, არ შექმნილა. აი ერთ-ერთი წერილი ხოდათ იქით. და მორჩა ჩრდილოეთით, მაგრამ სამხრეთით რო ავიღოთ არა, ჩინეთის კედლის სამხრეთით, ასე ვთქვათ და იგივე შუა აზიის ქვეყნების სამხრეთ ძალიან დიდი კულტურა არის და თქვენი დამოკიდებულება მინდა ამის იმას და გვინდა რომ ახალგაზრდობა მე როგორც ყოველთვის მკვეთრად კარგად ვიცი რა მიყვარს, რა არ მიყვარს და რა ვიცი, რა არ ვიცი. ესე იგი ყოველთვის ამას ვამბობდი, ვიდრე წავიდოდი აქედან და 20 წელი ვიქნებოდი უკრაინაში, მანამდე ვამბობდი, ახლა მით უმეტეს ვამბობ, რაც ასაკი მომემატა. ცხადია, რომ ჩვენ არც აქ გვაქვს არჩევნის საშუალება და უფლება, იმიტომ რომ საქართველო არის ზუსტად აზიაში. იმიტომ რომ აზიისა და ევროპის, ესე იგი, გამყოფი ხაზი გადის კავკასიონზე. კავკასიონის ქვევით ვართ აზია, ზევით არიან ევროპელები. ეხლა მე ხუმრობ ხოლმე, რომ ჩვენ ყვანან ევროპელები, ესენი არის მოხევეები ყვანან. ხო, არიან, მაგრამ ისინი არა ევროპელობენ, იმიტომ ქართველები არიან, სუფთა ქართველები და არა ევროპელობენ. ესე იგი, ცხადია, რომ აზიელი ვარ. და მე ეს მიხარია კიდეც, იმიტომ რომ არასოდეს ევროპა არ წარმომიდგენია, მე მიუხედავად იმისა, რომ აღზრდილი ვარ, ცხადია იმით, ამ ლიტერატურით, ევროპულით უფრო მეტად, ხო, ვიდრე აზიურით, მაგრამ აზია არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ძირითადად ქმნის ყველაზე უფრო საჭირო სუბსტანციას. ეს არის პოეზია. აზია არის პოეზიის ქვეყანა. მაგალითად, მე გეტყვით, მე ვაგროვებდი ახალგაზრდობაში ვაგროვებდი მხატვრულ სახეებს, აი კარგი მხატვრული სახე, რომელიც იყო, მე ვიწერდი, რომ მომწონდა. მე მიწერია ამ მხატვრულ სახეებში, ცხადია, ჰაინრიხ ჰაინეს თუ კი მსოფლიო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი. მართლდიდებულია, ძალიან კარგია. საოცარია, კარგია. მაგრამ ყველაზე ჩემპიონი მაინც ამ სახეებში რუსთაველს არ ვაგროვებდი, იმიტომ რომ რუსთაველში ყველაფერი არის უმაღლეს და უმაღლეს დონეზეა და იმის არ შეგროვება საჭირო და არც სადმე ვინმესთან გაჯიბრება. მაგრამ აი დანარჩენი ხო რუსთაველის გარეშე დანარჩენ მსოფლიოში ძალიან მომეწონა ერთი და სამწუხაროდ დავკარგე იმის ვინაობა ამ პოეტისა, რომელიც ამბობს შეუძლებელია ოდნავაც კი შევეხოთ იასამნის ბუჩქს, რომ ცაზე არ შეირხნენ ვარსკვლავები. ასეთი რა ვთქვა, ასეთი ერთიანობა მთელი მსოფლიოში. აი ეს არის ჩვენი გველის ჭამელის მაგვარი ფილოსოფია, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდიოდა, მინდიას რაც ჰქონდა აგრეთვე, არა ეს საოცარი რაღაცა შეგრძნება, რომელიც ევროპაში ჰაინრიხ ბიოლამდე არ იყო ტექნოკრატიული დამოკიდებულება, მხოლოდ რომ ბუნება იხმარე. არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში სერვანტესები არ იყვნენ და გოეთეები, არა, რა თქმა უნდა, საოცარი რამეა, მაგრამ ეს ცალსახად რასისტული დამოკიდებულება ინდოელების და ჩინელების მიმართ და უდიდესი კონფუციუსის და აი ამ საოცარი აღმოჩენების და ბუდა და ასე შემდეგ, არა? და პლუს კიდევ ამას ნიზამი განჯელი და ჩვენი მეზობლები აქვე და ომარ ხაიემი და ჯალალადინ რუმი და ასე შემდეგ. უდიდესი მემკვიდრეობა არის ძალიან დიდი მსოფლიოში და მეგონი ზარია რა, ზარია. შეიძლება რომ ყველამ გავიგონოთ
ჩვენ ინტერაქტიული ტელევიზია ვარ. ან საინტერესო თავის დროზე მე მახსოვს აი ეს შვენი მრავალხმოვანების საკითხებზე წამოიჭრა საუბარი და ძალიან საინტერესო ჩვენი ეს ტრადიციული მრავალხმოვანობის კაი დიდი ხნის ისტორიაა. ახლა თქვენ ამის შემსწრე ხართ და ამისი მატარებელი ხართ თქვენი არსებით და მე ვიცნობ ფანზორ ერქომაიშვილი. ხო, ეს მარტო ეს ფაქტი ის არის რომ ჩვენ ასეთი ხალხი რო გვყავს ქვეყანაში და ჰამლეტოვაშვილი რო გვყავდა ეს საოცარი ფაქტია, რომელსაც დღეს ძალიან იშვიათად აღნიშნავ. ფრანგი ფილოსოფოსი მე ამ გადაცემის კუჩიც ვახსენებ ჟაკ დერიდა, რომელიც ძალიან დიდი მოაზროვნე იყო და ძალიან გულისტკიოდა კაცობრიობის იმ უბედურებაზე, რომელშიც ახლა დღეს ჩვენ ვართ, სადაც 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ყოველ წელს 22.8 მილიონი ბავშვი, მარტო ბავშვი შიმშილით კვდება ამ ლიბერალური ეკონომიკის წყალობით და სულ რამდენიმე ათასი ოჯახია, რომელიც კარგად ცხოვრობს და ისიც, რა თქმა უნდა, ეს დასავლეთიდან წამოსული იმპერიალისტური მოდელია, რა. დერიდა ამბობდა, რომ ჩვენი პრობლემაა ჩვენ თუ გვინდა რომ ყველა კულტურა ვაღიაროთო და კულტურების თანასწორობა იყოს სოფლიოში და ეს არის გაეროს იდეა რა ვუდრო ვილსონის თავარი იდეა ეს იყო რომ ყველა ერი პატარა თუ დიდი თანასწორიაო. ამასო ვერ მივახციეთო და რატო ვერ მივახციეთ ამას? იმიტომ რომ ჩვენ ერთხმაში სიმღერას ვართ მიჩვეულებიო და უნდა ვცადოთო რომ მრავალხმიანობა შემოვიდესო და ეხლა მე მახსენდება ზვიადის ბატონი ზვიად გამსახურდიას წიგნი საქართველოს სულიერი მისია, სადაც ზვიადმა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სხვა მოაზროვნეებთან ერთად, სხვათა შორის იქ იყვნენ სხვა მოაზროვნეებიც, რომელსაც ძალიან სერიოზული ნაშრომები აქვს ამ თემაზე. თქვა, რომ ჩვენ მომავალში უნდა ვიჭვრიტებოდეთ ისე, რომ ჰარმონიზირება გაუკეთოთ აღმოსავლეთს და დასავლეთს და რაც თავარია ჩრდილოეთს და სამხრეთს. და ეს საქართველო არის შეხვედრის ადგილი და ჩვენი მრავალხმოვანებისგან სოფლიომ შეიძლება ბევრი ისწავლოს, იგივე ვეფხისტყაოსნისგან და ასე შემდეგ. და აი ეს რა ჩვენი ახალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გაგება მე ვფიქრობ, იცით, აი ჩვენ 25 წელია, 92 წლის 6 იანვრიდან ჩვენთან დაიწყო პროპაგანდა იმისი, რომ ჩვენ ვართ არასრულფასოვნები და უნდა ვისწავლოთ ვიღაცა ბრიყვებისგან და არაბრიყვებისგანაც, რა თქმა უნდა, მე მახსოვს ერთი თქვენი არაჩვეულებრივი გამონათქვამი 99 წელს დაწერეთ თუ არ ვცდები ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ქონდათ ესეთი რამე. იცით რომ ხა ევროპელებსო თუ ბევრნი არიან ისინი ჩვენზეო და ჭკვიანების ალბათ ბევრი ეყოლებოდა, მაგრამ რამდენადაც ბევრი ყავთ ჭკვიანები, იმდენი პროპორციულად, იმდენივე ბევრი ეყოლებოდა სულელებიც. ჩვენთან ახლა ეს მონური, ეს იგივე რასისტული, ევროპაცენტრისტული რაღაცა ეს ფაშისტური, არიანული რაღაც ცისფერ თვალება და თეთრთმიანები მარტო კარგები არიან და ბრიყვიც რო იყოს იმისას ყველაფერს მივიღებთ და ცოტა ახლა ინდოელისგან როგორ უნდა მივიღოთ ახლა რომელსაც 1000 წლეულობით უფრო ძველი კულტურა აქვს, უფრო დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ ნუ ისეთი მდიდარი ვერ არის როგორც ისლანდიელი თქვათ და ანუ იმისგან ვიღებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, იმასაც აქვს, აი როგორ შეიძლება საქართველოს სულიერ მისიას დაუბრუნდები ისე ზვიადს ეს არაპატიეს რეალურად პრაქტიკულად მე ვფიქრობ რომ ზვიადის ეს ძალიან ინოვაციური შემოტანა ამ დისკურსის, პოლიტიკურ დისკურსში შემოიტანა აგრეთვე და თქვა რომ იცით რა ჩვენ საერთოდ იმპერიალიზმის წინააღმდეგი ვართ, არა მხოლოდ რუსული იმპერიალიზმი, რომელიც არ არის ლამაზი ნამდვილად, არამედ ყველანაირი იმპერიალიზმის და აგრეთვე შერწყმა დასავლურის და აღმოსავლურის და აგრეთვე სამხრეთულის და ჩრდილოურის ეს ყველაფერი. როგორ ხედავთ თქვენ ამას აი ლიტერატურული თვალსაჩინოდან და აგრეთვე საზოგადოებრივი თვალსაჩინოდან, როგორ შეგვიძლია ჩვენ მრავალჟამიერის დამკვიდრება მსოფლიოში? ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ ვინა ვართ. რომ ჩვენ მართლაც დიდიერი ვართ, მანამდე ვიდრე ჩვენ ცხოვრობ დედამიწაზე, უამრავი ერი გაქრა. საერთოდ აღარ არის. და ალბათ გვაქვს რაღაცა ისეთი თვისებები, რომლებმაც ჩვენ გადაგვარჩინა. ეს თვისებები უნდა კარგად მოვძებნოთ ჩვენ თავში და პირველ რიგში ვთქვათ უარი ყველაფერზე, რაც არ არის ჩვენი.
მე მირჩევნია, ამას მე ასე ვიტყუდი. მე მირჩევნია დავრჩე ჩემად, აი რაცა ვარ ქართველი, ხო? ვიდრე ხვალიდან გავხდე სხვანაირი. აი ვიღაცა მეზობლისნაირი. არ მინდა მე მეზობლისნაირი. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ნათქვამია ფრანგებმა თქვეს, ყოველი ნაკლოვანება არის ჩვენს ღირსებათა გაგრძელება. ჩვენ გვაქვს რაღაცა ღირსებები. მაგალითად, ვართ ძალიან მოხარულების სტუმრისა. გვიყვარს სტუმარი. გვიყვარს რომ ვიღაცას რამე მივცეთ. მაგალითად, ირემი და ორი ირემი რო ძოვდა ბალახს და ერთმა და შესანიშნავი ნდელო იყო და ბევრი იყო ბალახი და ერთმა მობღუჯა, ერთი ბღუჯა და გაუწოდა მეორეს და ამან უთხრა რას მოძლევ აქ ამდენიაო და მე გამეხარდება რომ შენ ჩემსა შეჭამო. აი ეს სიხარული ჩვენ რო გვაქვს რომ აი მე მინდა შენ გაცემა ხო რა ო რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია. აი ეს არის დიდი სიბრძნე. ამაზე ემანუელ ლევინასი ეხლა ხანს წერდა რა თქვა ერთი საუკუნის წინ ევროპაში იქაურ დისკურსში შემოიტანა და რუსთაველში ამდენი ხანი იყო. სამწუხაროდ ერთი ფაქტია რეკლამაზე უნდა გავიდეთ კომერციული მას უნდა გაუწიოთ ანგარიში და მე ისევ შემოვიდეთ. კი ბატონო. გაიხარეთ. კი ბატონო. მაშესადამე აი ეს ჩვენ ვაგზელებთ ჩვენს საუბარს ბატონ გურამთან მე ასე დავარქმევ ჩვენი საუბარია ეს და პირველ რიგში ეს არის საუბარი და მეორე რიგში ეს არის ჩემთვის პირველ რიგში და ჩვენი მაყურებლისთვის გარკვეული განათლების მიღება და ბატონ გურამ ეს ამაზე რომ საუბრობთ არა როდესაც აი დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ლაპარაკია იმაზე რომ შემოვიდა ეს ეგრეთ წოდებული ანგლო-საქსონური კულტურის კულტი სამართალშიაც კი დღეს არის რეალურად ანგლო-საქსონური სამართალი ანგლო-საქსონური ცხოვრების წესი სადაც ვაჭრობა არის პირველ რიგში გიყვარდეს შენი თავი და შენი თავი უნდა გიყვარდეს და სხვა არა და ეს ჩვენი კონცეფციას რასაც გასცემ შენია რაც არა დაკარგულია და საერთოდ ქართველი ადამიანის და არა მარტო ქართველისთვის ეს პირდაპირ თქვათ არა ჩვენს ირგვლივ ბევრი ხალხი ცხოვრობს და იგივე აღმოსავლეთში იგივე დასავლეთში ძველად და ასე შემდეგ არა ბევრგან აი ეს კულტურის ნაწილი გაცემა იყო ძალიან დიდი ნაწილი ახლა ბოლო 25 წელია ვისმენთ რომ მოხვეჭა არის კარგი თურმე მოხვეჭა ყოფილა კარგი და ამან პრაქტიკულად დააკანონა კომუნისტების რო იძახდნენ კანონიერი ქურდიო. პრაქტიკულად ქურდობაც კი გახადა კანონიერი და მოხვეჭა თუ კარგია და მარტო თავის თავზე ზრუნვა კარგია, ესე იგი ეს არის. ეს ღირებულებების ასე ვთქვათ დეგრადაცია წავიდა და იგივე ვთქვათ მერაბ კოსტავაზე, ზვიად გამსახურდიაზე და ასე შემდეგ დღეს უკვე აღარ მინდის ლაპარაკი, როგორც და იმ თაობაში ბევრი იყო სხვა შეს თქვენ ახლა მიშა კვესელავა ახსენეთ, უდიდესი ქართველი მეცნიერი და მწერალი, დრამატურგი და ასე შემდეგ რობი კოსტურუას მეუღლის მამა რა, ესე იგი საოცარი პიროვნება და ბევრი სხვა, არა ჩვენი პლეადა თქვენი თანამედროვე რეჟისორების და მსახიობების და მეცნიერების ეს იყო საოცარი ხალხი რომელიც გაცემაზე ორიენტირებულ კულტურაზე იყო დღეს მიდის უკვე ტვინის რეცხვა პროპაგანდისტული საშუალებებით რა თქმა უნდა ნოამ ჩომსკი ღმერთმა დიდხანს აცხოვროს არაჩვეულებრივი კაცია სხვათა შორის ოდესელი ებრაელი წარმოშობით დღეს ამერიკაში მუშაობს და ის წერს რომ მეც ამას დაგიწყობ. მოგავთ აი ჩომსკის ისა ესე იგი საოცრება არის ესე იგი ძალიან ბევრი რამე იგივე სამობს რასაც ჩვენ ვამბობთ და მორჩილების დამზადება ხდებაო ამითიო აი ამ ვაჭრობის სისტემას აი ამ არაჰუმანურ სისტემას რომ დაუმორჩილონ ახალგაზრდობა და ბევრი ხალხი და ამაზე გათვლილია ეს ტრიუკები მეინსტრიმის ტელევიზიაში და ასე შემდეგ და თქვენი პასუხი რა არის აი გლობალიზაციის ამ შემოტევაზე, რომელიც ახლა საქართველოშიც არის? ხო, ამ შემოტევაზე არის ის, რომ ჩემი პასუხი ისაა, რომ ჩვენ თავშივე მოვდევნით, არ გვინდა ჩვენ არსად აქეთ-იქით გახედვა. აი ახლა მე იმაზე, რომ ადამიანს თავისთავად უნდა უყვარდეს, ამის თაობაზე დიახ მიდის ლაპარაკი, მე კი არა მინახავს, ესე იგი სპორტული გადაცემა იყო რაღაც მორბოდენ მარათონელები თუ რაღაც ძალიან შორმანძილზე მორბენლები და აქეთ მაყურებლებში დგას ერთი მოხუცი ცოლქმარი
და უცხერიან და გულშემატკივრობენ ერთ მოხუც კაცს, მორბენალს. ხო და დიქტორმა გვითხრა, რომ ამას იმიტომ გულშემატკივრობენ, რომ ამ კაცს მკერდში უდევს ამათი ქალიშვილის გულიო. ქალიშვილი გარდაეცვალათ ამათ, მაგრამ მისი გული ჩაუდგეს ამ იმას, რა ქვია. ხო და ამათ უხარიათ, რომ და იმას ცხადია მთლად უხარია, იმას ამ გულის პატრონს, იმიტომ რომ აი ხო გაიხანგრძლива ცხოვრება რამდენიმე წლით. ახლა ამაზე რა მოხდა? ცხოვრებამ თავისით ღმერთი არის უდიდესი დრამატურგი. ის იგონებს ისეთ სიტუაციებს, რასაც ადამიანი ვერ მოიგონებს. ყველა მიცის და ყველას უყვარს, დარწმუნებული ვარ, ვისაც კი წაუკითხია მე ბებია ილკო და ილარიონი, უყვარს ნოდარ დუმბაძე. ნოდარ დუმბაძე იყო გენიოსი, ერთ დღეში გახდა ცნობილი მწერალი და მთელი ცხოვრება ძალიან ღირსეულად ატარა ეს გენიოსის წოდება. სულ კარგად ხუმრობდა, კარგად იცინოდა, საოცარი იუმორი ჰქონდა. საოცარი კაცი, ხო და კეთილი, ძალიან კეთილი და ამას, ესე იგი, გული ასეთ რამეებს რო დაწერს, მე გული ცდება ამ ამბებში და გულით კიოდა და უთხრეს ექიმებმა, რომ ორი თვეღა დაგრჩენიაო და ეს ემზადება სიკვდილისთვის და ამ დროს შემოვარდნენ ექიმები და უთხრეს ავშენდით, ნოდა რომ მოხდა ცუდი ამბავი, რომ კაცი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი მანქანის ავარიაში, მაგრამ გული დარჩა ჯანმრთელიო და რო გადაგიძგავთ ჩვენ მაგ გულს, სულ ცოტა 30 წელიწადი არაფერი აღარ გეწყინებაო. და ახლა მოელიან მის რეაქციას, რას იტყვის ნოდარი და ნოდარმა უთხრა ასე. არა ძამა. რაც დავწერე, მე ამ გულით დავწერე. რაც მიყვარდა და ვინც მიყვარდა, ამით მიყვარდა. ვინც არ მიყვარდა, ამით არ მიყვარდა. და მე ამ გულთან ერთად უნდა მოვკვდეო, უთხრა. ეს არის ჩემი პასუხი. ძალიან მაგარია. ამაზე კაი პასუხს მე ვერ მოვიფიქრებ, იმიტომ რომ თქვა ისეთმა კაცმა, რომელიც მართლა ბრძენი იყო და მართლა საოცარი მწერალი იყო. მართალია. ჩვენ ესე იგი რამდენიმე წლით მეც ვიცხოვრებ თუ რამდენიმე წლით ნაკლებს, მე ჩემი ღირსება არ უნდა დავკარგო. ეს არის და ის რომ შენი თავი გიყვარდესო, ხო? ეს გამოგონილია, იმიტომ რომ გაამართლონ თავიანთი შოპინგისტობა და თავიანთი ეს კარგი ტერმინია, შოპინგისტები. შოპინგისტები, ხო, შოპინგისტები არიან რა. ესე იგი არიციან რაქნა დილით გაიღვიძა ამ ქალმა და ამ კაცმა, მათმა შვილმა. არიციან იმ დღეს რაქნა ახლა ვინც ადამიანია, იმან იცის რომ წავა, ნახავს, იქნება ფიროსმანის ახალი ნახატი ქონია და აღმოუჩენია და ის ნახო, ან ეს წავიკითხო ის არა. რა უნდა ქნა? უნდა გაიარონ და თანაზე შოპინგისტობა აქ არ გამოდის, იმიტომ აქ ისეთ რამეებს აგზავნიან, რაც იქ აღარ არის მოდაში და დააჯდება თითქმის ჩავა პარიზში ან ლონდონში, გაივლის, იქ შევა იყიდის, აქ შევა იყიდეს და საღამოს მოიტანენ სასტუმროში და დაახვავებენ ამას და არიან ბედნიერები 2 წუთით ალბათ, თორე ბედნიერებას ვერ განიჭებს, აგეთი რამე ბედნიერებას განიჭებს მხოლოდ და მხოლოდ აი იცით რა, აი დაუშვათ ნოდარ დუმბაძის ილიკო და ილარიონს წაიკითხავს ბავშვი, ხო, პირველად. აი ის არის ბედნიერება, რომ დაინახა. მე მაგალითად ჩემ ქალიშვილს წავაკითხე, აქ არ აქონდა წაკითხული და იქ წავაკითხე, იქ ერთმა გურულმა კაცმა მათხოვა ილიკო და ილარიონი და ჩემი ქალიშვილი არის სხვა ოთახში, მე აქეთ ოთახში ვარ და ყოველ წუთში, ყოველ მეორე წუთში მამიკო მოусმინე რას ამბობს, მოусმინე მიყვება იქ რა წერია. და ეს რო იცოდა, მე უთხარი სხვა შორის ბატონოდას თუ როგორ წავიკითხე მისი ნაწარმოები და მე ამას ვეწყვი ახალგაზრდებს, ახლანდელ ახალგაზრდებს,
როგორ მოხდა იცით ნოდარ დუმბაძე არც ვიცოდით არავინ რომ არსებობდა ნოდარ დუმბაძე არ ვიცოდით ეს ჩვენ ვიცოდით რომ ნიანგში მუშაობდა მთავარ რედაქტორად ჯვებე დუმბავა მაგრამ ნოდარ დუმბაძე არ გაგვეკო ეს ფსევდონიმი იყო ხო ის იყო ჯვებე დუმბავა იყო ფსევდონიმი და მე ვახტანგ ჭელიძემ დაბეჭდა ცისკარში თანაც პეტიტით პატარა ასოებით ფიქრობდა რა ვიცი რა სიწყვიანო ხო და საღამოს უკვე მთელმა საქართველოს მიცოდა ნოდარ დუმბაძე იმიტომ რომ ერთ დღეში უკვე საოცრად გაითქვა სახელმწიფო ერთ დღეში გაითქვა იმიტომ რომ მართლა უფრო ნიჭიერი მე არაფერი არ დამიკითხავს და არ ვიცი ესე იგი ასე აი ნაღდაც ნიჭიერი ხო ესე საოცრებაა მართლა რამხელა ნიჭის გადმოფრქვევა იციან და საოცრება არის ქართულ კულტურაში ეს მოვლენა რომ შემოქმედი საერთოდ როდესაც ამბობენ რომ დღეს აი ძალიან ისეთი ნიჩეს ციტირებები ძალიან მოდაშია ბატონი ბიძინაც ისე კამათება ზოგიერთ თანხმება ზოგი არა და ასე შემდეგ თავისთავად დიდი მოაზროვნე იყო ნიჩე რომელიც თავისი ტრაგედია ჰქონდა და თავისი ძიება ჰქონდა ამ სამყაროში და სწორედ იმაზეა ლაპარაკი რომ აი ეს შემოქმედება რაზეც თქვენ ლაპარაკობთ სხვა შორის თქვენი მოთხრობები ახლა ძალიან პოპულარული ახალგაზრდობის ბავშვებში ბევრი მშობელი მათ შორის მეც ყიდულობს ამას და მიაქვს თავის ბავშვთან და ძალიან ბედნიერი რომ შეუძლია წაუკითხოს გურამ პეტრიაშვილის მოთხრობები იგივე ნაირა გელაშვილმა ახლა არაჩვეულებრივი წიგნები გამოაქვეყნა ბავშვებისთვის და ასე შემდეგ ეს შემოქმედებითობის გამოვლენა ქართულ ერში სხვა ძალიან საინტერესოა რომ ვლინდება ბევრ ადამიანში საკმაოდ მრავალხმიანია შემოქმედებაც ასე ვთქვათ ვლინდება საკმაოდ ბევრი აი ხა 60-იანი წლები რო ავიღოთ რა მანამდეც რო ავიღოთ რა სიმბოლისტების ხანა და ასე გალაქტიური და ასე შემდეგ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში იყო აი წარმოდინება ამ კრეატიული ენერგიის და ალღებად მოდიოდა სულ მოდიოდა და ღმერთი ხომ თავარი შემოქმედია რეალურად თავარი შემოქმედი არის ღმერთის ქმნის ადამიანებს მას ჭიდებს თავის ნაწილს შემოქმედს და მე აი ნოდარ დუმბაძე ახსენეთ არა და კიდევ ჩვენი უამრავი ძალიან ნიჭიერი მწერალი და პოეტია რა საოცრება და ხელოვანი და მეცნიერი ეს ყველა აქ არის და დღეს საინტერესოა როგორ წავა ეს საქმე რა დღეს გვეუბნებიან რომ იცით რა აი პოეზია არ არის პროფესია და პროფესია არის მაგალითად რაღაცა ეძახ მენეჯმენტი ახლა ჩვენთვის რო ეთქვა ვიღაცას ჩემ დროს რომ მენეჯმენტი პროფესია არის ხო გაიცინებდა ხალხი მართვა კი ვიღაცა მართველი და მართველებს ყოველთვის ირონიულად უყურებდა ყველა პოეტი იყო ძალიან პატივცემული ადამიანი და იგივე რომ დადიოდნენ ქუჩაში ჩვენი პოეტები გალაქტიონიდან დაწყებულ ასე შემდეგ ყველასთვის იყო ღმერთი ეს ღმერთკაცები იყვნენ დღეს მაგალითად არა ჩემი გაგა ნახუცრიშვილი რო დადის რა ჩემი თავობის პოეტი არაჩვეულებრივი არა და ვიღაცა უყურებს და ვიღაცა მოვა და აი მე მენეჯერი ვარ და მენეჯერს მოусხდება გვერდზე კაფეში ხალხი აი მე რაღაცა ხეივი დაგვრჩეს ამის გამო და აგერ ჩემი რეზიკო თაბუკაშვილი აგერ გაგა ნახუცრიშვილი გიონგელაძე და ასე შემდეგ არა ბევრი სხედვართ მაგრამ ჩვენ სხედვართ მარტოობაში და ის მენეჯერები ჩემო ბატონო და ასე შემდეგ ეს კლასი ტექნოკრატიული კლასი აი მოდის ჯიბე ჩასუქებულები და თვითონაც კარგად მომაგრებულები ვარჯიშობენ რაღაც აკეთიკით როგორ შეიძლება ისევ და ისევ დაუბრუნ კირკეგორი ამბობს რომ ქრისტე პოეტი იყო რა ეს თავის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში როგორ შეიძლება რომ დავაბრუნოთ პოეზია და ხელოვნება იმიტომ რომ ჩვენმა სულიერებამ ძალიან იზარალა განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში აი იმ ავად სახსენებელი მოვლენების მერე წავედით ამ ნეოლიბერალიზმის და ბიოპოლიტიკის ბიოლოგიური ინსტინქტების მონობის გზით. თან გვეუბნებიან რომ რა კარგია რომ ის შენი ინსტინქტების მონა რო ხარ ეს ძალიან კარგია გვეუბნებიან და აგერ იყიდე ეს საპონი, აგერ იყიდე ეს კბილის ჯაგრისი, აგერ იყიდე რაღაც ყურის საჩიჩქნი რომელიც თურმე და ზურგის საფხანი და ყველაფერს თავაზობენ ამაზე იქით ვეღარ წავალ, იმიტომ რომ უარეს რაღაცებსაც თავაზობენ მაღაზიებში, რომ ყველაფერი იყიდება, ჩემო ბატონო, რომ ბიოლოგიური მონები რო ვარ, ჩვენი ბიოლოგიური ინსტინქტების ეს დავიკმაყოფილოთ. როგორ შეიძლება პოეტი სწორედ ის არის, ყველა ადამიანში ზის, რომელიც მაღლდება ამ ბიოლოგიურ ინსტინქტებზე. როგორ შეიძლება სად გვაქვს ამის პოტენცია, რომ დავიბრუნოთ ეს? დავიბრუნოთ, აღვაძიოთ, ახალი ფორმა მივცეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს პოეტი ისევ აღდგეს. მე ასე ვფიქრობ ამაზე, მიფიქრია მე ამაზე. გულის ტკივილით მიფიქრია, რომ ახალგაზრდებში გავრცელდა ესე იგი პრაგმატიზმი,
ესე იგი თუ ეს არის კარგი თუ არა, ეხლა მაგალითად ერთ წერილში დავიკითხე, რომ ჩავატარეთო ჩვენო მე-10 კლასელებში, ბოლო კლასელებში ჩავატარეთ გამოკითხოვო და ვეკითხებოდით, ერთი კითხვა იყო მარტო, რა სიზამთ სკოლას რო დაამთავრებთო. და უმრავლესობამ თქვა ფირმაში წავალო. ფირმას ეგენი ეძახიან ამერიკას და სლენგია. ჯერ კიდევ ჩვენ დროინდელი, მაგრამ ეს ფირმაში წასვლა, ესე იგი უკვე ეს დამკვიდრდა. ხო, ესე იგი ფირმაში წავალო. რაშია, ესე იგი საქმე რომ მე ნებისმიერ მათგანს მართლაც გაუშვებდი კი არა, ურჩევდი წადი მეთქი იმ შენ ფირმაში, იმიტომ რომ ფირმაშიც დაინახავს რომ ბოლო იგივე ჰოლივუდიც არის დამოკიდებული პოეზიაზე. პოეზია თუ არ არის კაცში, მსახიობში, ის ვერც ვარსკვლავი გახდება და ვერც ვერაფერი, იმიტომ რომ ჯონი დეპი თუ ალ პაჩინო თუ რობერტ დე ნირო თავის თავში ატარებენ ძალიან დიდ მუხტს, სწორედ ბრედ პიტი ბატონო ჩემო და ესენი ყველანი არიან პოეტები არიან, კარგი გაგებით. შეიძლება ლექს არ წერდეს, მაგრამ პოეტურია მისი ბუნება, პოეტურად უყურებს ქვეყანას. ესე იგი, რობერტ დე ნიროს აქვს ნათქვამი, რომ მეო შემიძლია 500 სხვადასხვა ხერხით უკაცრავად სორსომა დაადასტურე პოეზიის აღმატებულება. ესე იგი, რობერტ დე ნირო მართლა თქვა ასე, რომ მე შემიძლია 500 სხვადასხვა ხერხით მოვუკიდო სიგარეტსო. ესე იგი, ესეც პოეზიაა. პოეზია, იმიტომ რომ თუ არა გაქვს შენ შთაგონება და თუ არა გაქვს, ესე იგი, წარმოსახვის უნარი, 500 იმას ვერ მოიფიქრებ. ესე იგი, ისევ და ისევ, სადაც უნდა წავიდეს ეს ჩვენი ვიტყვი სულელი ახალგაზრდა ფირმაში რო აპირებს დასვლას, მაინც პოეზიასთან მივა. და მერე სხვა გზა არ ექნება და გამოიხედავს იქით კომბლესკენ. კომბლე ყავს ჩვენ. კომბლე ღირინებს და კომბლებს თლის და ჭერს სხვენში აწყობს, ვინცა ცუდად მოიქცევა თავში ჩასწყობს. გამოიხედავს და დაინახავს სიზმარას, დაინახავს წიქარას და იმ წიქარას მეგობარ ვაშს. ესე იგი, მერე იქ შეეკითხებიან თან, აბა შენ ქართველი ხარ ხო? აბა რა იცი ქართული? და ის დადგება იმის წინაშე, რომ მან უნდა მართლა კარგად იცოდეს და უშუალოდ წვადი შეწვა. წვადი შეწვა არ არის ისეთი ადვილი, კარგად უნდა იცოდე და შეიძლება მოუწიოს კიდევაც პურის გამოცხობა. თონე შეიძლება მოუწიოს თონის გაკეთება, თონე და თონეში ჩაყრა პურისა. ესე იგი, პოეზიას ვერ წაუხვალ. რამე სიტყვა, აი ახლა მახსენდება ერთხელ დავწერე ამის თაობაზე, როდესაც 21 წელს ორჯონიკიძემ და რუსმა არიამ აიღეს თბილისი, ორჯონიკიძეს უნდა და გაეგზავნა ლენინისტვის დეპეშა და მივიდა და დაწერა თბილისზე აღმართულია წითელი დროშა. მაგრამ მერე დაფიქრდა, ეტყობა რომ მასში იჯდა პოეტი და ამ პოეტმა უთხრა აღმართულია არ არის კარგიო და დაწერა სხვანაირად თბილისზე ფრიალებს წითელი დროშაო. ამაშია პოეზიას ვერ გაექცევი. გაექცევი დიდხანს, მაგრამ ბოლო მასთან მიხვალ. მაინც მოვა პოეზია. მაინც ის ხო, ის მაინც გაჯობებს, მაინც მას უნდა დაემორჩილო. ხო, ამიტომ არაფერი ღონისძიებები მე არ მაქვს დაგეგმილი, როგორ უნდა ვაჯობოთ მან.
მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო და თუ ვიღაცა ბავშვებს და მათ მშობლებს რაღაცა უცხარი პოეტური და რაღაცა დავაჯერე რამეში კარგი და ისე ღონისძიებებს ვერ დავსახავ. პოეზია მაინც აჯობებს. რაც უნდა ერიდებოდეს, ხო? ერიდებოდეს პოეზიას. ესეთი ის არის, რა ქვია, ამდაზაა ჩვენ ვერიდებოდი ღოლოსა შემომხვდა ბაღჩის ბოლოსაო. რაც უნდა ერიდო პოეზიას, მაინც შემოხვდება წინ. ეს და ვისაც მართლა არ შემოხვდება საერთოდ, ის ეთყობა დასაკარგია და დაიკარგოს კაცო, დაგვეკარგოს ადამიანი. რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ვერ ვუძებთ იმას. ხო, ასეთია ჩვენი უპირატესობა. სხვადასხვა ის არის, რომ რა თქმა უნდა ყველა ადამიანი თანასწორია მათ წინაშე და ყველა ერის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ აი ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს ძალიან დიდი უპირატესობა გქონდა სხვადასხვა ფაქტორების გამო მე არ ვიცი ზოგისთვის ეს საშინელი ფაქტია ხა დღესდღეობით ბევრი დისკუსია მის რომ ზოგი თulis რომ აი ქართველები როგორ ვიყავით აღმატებულები საბჭოთა კავშირში ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო ფაქტი იყო რომ აი ამ პოეზიით სწორედაც რომ პოეზიით აი რუს პოეტებსაც უყვარდათ აქ ჩამოსვა და არა მარტო რუს ეს პოეზიის მხარეა და მე ამერიკაში მომიწია სწავლება ქართული ენის და ლიტერატურის და იქაურებით რომ ჩამოდიოდი მე იძახდნენ რომ ვიმე საქართველოში რა კაი ადგილია რომ აი სიბერეში იქ ვიყიდო სახლი და იქ დავამთავრო ჩემი ცხოვრება ამერიკელები რომ ისე არიან დაბადებულები და რატომ მეთქი მკითხეთ 94 წელს ჩამოვიდა ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი რომელიც ლექსებს წერდა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა ლექსებს წერდა ეს სისუსტე მაქვს უდგარი სისუსტე რატო ამეთქი ლექსის წერა სისუსტე კი არა არა ამ საზოგადოებაში ხა ლექსის წერას ვინ უყურებს მო გასაგებია თქვენთან რა ვნახეო იციო რომ ეს ადამიანებიო ასეთ სიძუხჭირეში ცხოვრობენ მაგრამ ჯერ ერთიო სტუმრის მიღებაო მიიღეს და 2-3 კვირა აცხოვრეს სხვათა შორის ესე იგი გარეუბნის რაიონში ისეთ რაიონში რომელიც დიდარი ხალხით გამოწერილი არ არის ამ გაჭირვებულმა ხალხმა მაცხოვრა 94-ში ყველას უჭირდა თითქმის კი და მერეო ყველა სუფრაზეო 10, 15 და 20 ლექს ყითხულობდა სხვადასხვა ხალხიო და ჩემთან რო კაცო ამისთვის სპეციალურად პოეზიის საღამო უნდა მოვაწყობო. იქო ჩვეულებრივი ამბავიაო ეს. კი, მართალია. ღონისძიების დაგეგმა არ ჭირდება ამას ივენთი თუ ღონისძიება თუ რაღაცა. თავისთავად მოდის და ალბათ შეიძლება ეს ისეც არის რომ ღმერთის ნება რომ რაღაცა პროცესები თავისთავად მოდის და ეს პოეზიაც ღმერთი გამორგვევლინება ისევ პოეზიის სახით. ესე იგი ენას უწყობს ხელს. ენა ისეთია ჩვენი რომ ოდნავ ხელის წაკვრაღა გინდა და უკვე ლექსია. აი ოდნავ აი თვითონ წყობა ენისა ზმნა. აი მაგალითად მე როდის გავიხარე ძალიან ჩემი ბავშვი იყო პირველ კლასში აქ სწავლობდა მე. პირველ კლასში იყო და მოვარდა თვალებანთებული და მამიკო იცი დღეს ჩვენ ოთახში ჩიტი შემოგვიფრინდაო. ჩიტი კი არ შემოფრინდა. ჩვენ შემოგვიფრინდა. აი რა არის ქართული ენა და ამ ენას აქვს მაგისი შესაძლებლობა რომ ახალი და ახალი პოეზია, ახალი და ახალი ლექსი თქვას. შობოს დიახ ხო და ეს არის სწორედ აი ჩვენი ერის ალბათ უკვდავების ნიშანი იმიტომ რომ ჩვენ ხალისი გვაქვს ეს სიტყვა არ არის მე მგონი რუსულში ნაღდათ არ არის ხალისი სიტყვა მე მგონი ინგლისურშიც არ არის ხალისი სიტყვა იმიტომ რომ ერთმა გოგონამ გვანცა ჯობავამ თარგმნა იმის რა ქვია ბიტლების მეთაური ვინც იყო ჯონ ლენონის წიგნი თარგმნა ხო და იქ უწერია იმას რომ იქაო ჩვენი სიმღერები ძალიან ხალისიანებიაო და მე ვთხარი ხალისი რო არ არის ეს მე ჩავამატეო ხალისი ჩვენ გვაქვს სიტყვა ხალისი ნიშნავს
იმას რომ იმით რომ შენ ცოცხალი ხარ ტკბები ამით ზოგისთვის ეს არის საშინელი მძიმე რამე ზოგი ადამიანისთვის და ზოგი ერისთვის და ჩვენ ტკბებით კერძოდ მახსოვს მე განვიცადე ძალიან დიდი აღმაფრენა რომ დავიკითხე გრიგოლ რობაქიძის დიდი ხნის წინ ძალიან გრიგოლ რობაქიძის წერილში ეწერა ყველა ხალხი ამბობს რომ ნერგი ჩვენთან ნერგი იზრდებაო ჩვენ ვამბობთ მარტო ნერგი ხარობს ესე იგი რომ არსებობს ეს სახალისოა მისთვის და მოდი რა ასე ფიქრობს ქართველი კაცი უნდა დავტკბე კაცო ვიხარო უნდა ხო ხალისი უნდა გქონდეს და ასე ჩვენ ძალიან უამრავ მწერალთან ჩვენ ვიპოვით ასევე მტკიცებას იმისა რომ კი ბატონო ხო ის კი არის სიკვდილი მაგრამ წარმოიდგინე სიკვდილიც კი ჩვენს პოეზიაში ნახე როგორია შენ გაგიმარჯოს სიკვდილო სიცოცხლე მშვენობს შენითაო ვაჟეუბნება სიცოცხლე მშვენობს შენითა სიკვდილის ასე დანახვა და სწორია მართლა რომ წარმოვიდგინოთ რომ არ იყოს სიკვდილი და აქამდე იქნება სიცოცხლე ხო აქამდე იქნებოდნენ მაგალითად ის რა ქვია ნიუტონი და ის რა ქვია და ახლა იქნებოდა გამოჩერჩებული და ვეღარაფერს ვერ მოიგონებდა ხო და ასია ესე იგი მაგრამ სიკვდილი მოვა და სიკვდილის მოყვება ახალი სიცოცხლე შენი შვილის იმის შვილის სახით ხო და გრძელდება ეს და მუდამ ეს უნდა იყოს ხალისიანი და ეს უნდა იყოს იმედიანი იმიტომ რომ ის უკეთესად იცხოვრებს ალბათ ცოტას ის კიდე უკეთებას ის კიდე და ხო და არ უნდა მივეცეთ შავ გლოვას მაგალითად ჩემი ძმაკაცი ლევან ბრეგაძე ხო იცი ის პრედიკოსი ხო ლევანი ამბობს რომ დასავლეთში ადამიანებს სიკვდილის ეშინიათო და ვერც კი ლაპარაკობენ სიკვდილზეო და ვაჟამ რა თქვა სიცოცხლე მშვენობს შენითაო არ უნდა გეშინოდეს ეს ხალხის გონდერზი ჩოხელს საოცარი რაღაცეები აქვს ამაზე კი იმაში იმ ფილმში და მე თამაშობდი ადამიანთა შევდაში სიკვდილს რომ მოგდება სიკვდილი და ვეღარავინ ვეღარ აკვდება რა ხანის მკვდარია სიკვდილი ეხლა სხვადასხვა ახმედელის თეატრში დაგპატიჟეს თქვენ უნდა მეთქვა ესეც რომ ირაკლი გოგიამ დაგპატიჟეთ რეჟისორმა რომელმაც დადგა ეს ბედისწერის ჟამი გონდერზი ჩოხელის მიხედვით გააკეთეს პიესა და იქ არის სწორედ ესეც იქაც არის ეს უკვე ასახული ფილმი დიდებულია მე ბევრ ფილმში ვითამაშე უკვე შეიძლება ითქვას 40 ფილმში ვარ ნათამაშები და მაგრამ რომ მეკითხებიან ყველაზე უფრო რომელი როლი გიყვარსო მე მიყვარს მაგისი ნადვირვა მომდის მხარეზე საოცრება ეს არის ყველაზე ლაღი რაც მე შემეძლო წარმომედგინა და ამიტომ არც ვიცი მე ვთამაშობდი რამეს თუ ეგრე ვიყავი რაც ვიყავი არ ვიცი ეს იყო იმდენად ბუნებრივი ფერი როლები საოცრება ბატონო გურამ ეხლა უნდა დავასრულოთ ეს ნაწილი და მე მინდა რომ ეს მოთხრობა რომ წაიკითხოთ თქვენ და ჩვენმა სტუდიამ ჩაიწეროთ და ეს მოთხრობა რომ ხშირად გადიოდეს ხოდაშორის მე ხშირად არ მომწონს ჩემი ზღაპრები მაინც ისი არ უდგები აღფრთოვანები და ეს ძალიან მომწონს ესე იგი ხო და აი რამდენიმე კაცს ესე იგი საღამოს დაურეკე რომ უნდა ზღაპარი წაგიკითხო მე კი კაიო იმათ მითხრეს კი ბატონო ისე რა უნდილად მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა დღევანდელ დღეს ასეთი დისკურსის შემოტანა ზუსტად საჭირო ხო და მე რომ წაუკითხე და ვაიმე რა კარგიო და რაღაცა და გამეხარდა რომ მოეწონათ და ამიტომ ჩავთვალე საჭიროა რომ ჩემს მეგობართან ირაკლი
კაკაბაძესთან რომ მოვდიოდი, რაღაცა ისეთიც მომეტანა, რასაც სხვაგან არ წავიღებდი და ირაკლის მოვუწევდი. დიახაც ჩვენს ცივილიზაციას, უბრალოდ ჩვენს კულტურას, ცივილიზაცია ჩვენ თბილივიზაცია გვაქვს უფრო და ჩვენს კულტურას დღეს ჭირდება თქვენი ზღაპრები, რომ ცლათ არ გამოგვაქვლიაო საერთექნოკრატია. და ზუსტად ამაზე დავამთავრებ. ჩვენ და ბატონ გურამს მინდა მივცეთ საშუალება და ჩავწეროთ მე ეს მთლიანად, რომ გაკეთდეს რომ ბატონ გურამის მოთხრობა თეთრი ზღაპარი. რომ იყოს ჩვენთან, დარჩეს ჩვენთან, როგორც წაკითხული მის. ხო, ძალიან გამეხარდება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს არის დედის ხსოვნას უძღვენი. და დედა, ესე იგი, ეს ამის თაობაზე წერდი კიდევაც, რომ მე ვარ სამი მზეს სხივებში ვარ გაზრდილი. ეს სამი მზე იყო სამი ქართველი ქალი, დედაჩემი, ოლღა მამიდა რაჭაში, სოფელ თლუხში და ელო ძალო აქ სოფელ დიდილოში. მიყვარდნენ რაღაც საოცრად, ესე იგი, რო გამეგო. კი არა, აი ხა გეტყვით ერთი მართლა მნიშვნელოვანია, რომ როგორ მიყვარდა დედაჩემი. დედაჩემი მას მევდა, მაშინ იყო მოდაში თევზის ქონი. თევზის ქონი იყიდებოდა და თევზის ქონს მას მევდა და ეს იყო კატათაგობიას თამაში. მომდევდა დედა კობზით ხელში, აბა დალიე მე ვიმალებოდი აქეთ იქით და მერე ვიფიქრე კაცო, რას ვაწვალებ დედაჩემს კაცო. ხო მიყვარს. აბა რაღაცო ვაწვალებ და მივედი ერთ დილით და დედა უკვე მზად არის რომ გამომიდგეს და მდიოს და დედა თევზის ქონი მინდა მეთქი. დედა ჩემი გაოცდა კაცო, აბა ხო არა ხარო შვილო, არა მეთქი. თევზის ქონი მინდა. ხო და კარგიო. მომბეზდა მეოთხარი ამდენი სირბილი აქეთ და მინდა თევზის ქონი დავლიო და მართლაც ხო და იმის მერე სულ ასე და ჩავაგონე ჩემ თავს რომ თევზის ქონზე სასარგებლო ისეთ იყო რომ მასზე სასიამოვნო არაფერი არ არის ქვეყანაზე. კი იყო მაინც ის რა ქვია იმას ძნელი დასალევი, მაგრამ სვამდი არხეინად. ხო, ასევე მიყვარდა ჩემი ელოზალო და ჩემი ოლღამამი და ხო და იმათზეც ალბათ ზღაპრების შემდეგ მექნება და იმათაც თქვენ წაგიკითხავთ აუცილებლად და ახლა წავიკითხავ ამ თეთრ ზღაპარს. თეთრი ზღაპარი დავარქვი. ხო მისმის კითხება ისმის ხო იწერება. თეთრი ზღაპარი უძღნი დედის ხსოვნას. იყო ერთი ობოლი ბიჭუნა. უცხო სახლში იზრდებოდა და თუმცა იქ ცუდად არ ექცეოდნენ, მაინც ხშირად ნაღლობდა. იჯდა ფანჯარასთან და გასქეროდა ქუჩას. განსაკუთრებით მაშინ დასევდიანდებოდა, როცა დაინახავდა, თუ როგორ მიჰყვებოდნენ თავიან დედებს კაბაზე ხელჩაჭიდებული ბავშვები. თვითონ ძალიან გთალად ახსოვდა დედა. ახსოვდა მხოლოდ მისი თეთრი კაბა და მისი სურნელი, რომელშიც გაეხვეოდა ბიჭუნა, როდესაც დედა აკოცებდა ხოლმე. გაზაფხულის ერთ საღამოს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ქუჩაში თეთრკაბიანი ქალები გამოფენილიყვნენ, ბიჭუნამ ვეღარ გაუძლო სევდას და გაიქცა სახლიდან. თვითონაც არ ახსოვდა, რამდენ ხანს მირბოდა, რომ გამოერკვა ნახა ქალაქგარეთ იყო. თვალი მოავლო გარემოს და საოცარმა სილამაზემ გააშეშა ადგილზე. სავსე მთვარე დაჰნათო და გორაგზე შეფენილ აყვავებული ალუბლების ბაღს. ქათქათებდა თეთრი ბაღი და ისეთი მსუბუქი ჩანდა, თითქოს ნიავის დაბერვას ელოდა, რომ თვალისაკენ გაფრენილიყო. ბიჭუნა შევიდა იმ სიცეცხლეში. მიდიოდა, ეხებოდა თეთრად გადაპენტილ წოდებს და სავსე მთვარეს აცქეროდა. ალუბლის ყვავილების მსუბუქი ჩრდილები გადაზდიოდა სახეზე. იარა მსუბუქ ჩრდილებში, ბოლოს ერთხესთან შეჩერდა. იგრძნო, რომ ეს ალუბლის ხე რაღაცით განსხვავდებოდა სხვებისაგან. ხე თითქოს ჩაფიქრებული იდგა. ბიჭუნა უცხეროდა ალუბლის ხეს, რატომღაც თანდათან ცრემლით ევსებოდა თვალები.
იმ ცრემლების ბრალი იყო თუ მთვარი შუქისა, ალუბლის ყვავილებში დედის სახე მოეჩვენა ბიჭუნას. აქ კი ვეღარ გაუძლო გულმა. ბიჭუნა შემოეხვი ალუბლის ტანს და გულსაკლავად ატირდა. დიდხანს დიოდა ცრემლი, ბოლოს დაიღალა. როგორც იყო ხისთან შემოხვეული, ისევე ჩაიჩოქა და ჩაეძინა. რომ გამოეღვიძა, ბიწაზე იწვა, საცოდავად მოკუნტული. კვლავ მთვარე დაჰნათოდა ალუბლის ბაღს და თეთრკაბიანი ლამაზი ქალი იდგა ბიჭუნას წინ. ქალი უღიმოდა ბიჭუნას, ბიჭუნამაც გაუღიმა. მე მინდა რომ სულ შენთან ვიყო. შენ დედაჩემი ხარ, ხომ? კითხა ბიჭუნამ. ხო, მიუგო ქალმა, დაშუბლზე აკოცა. ბიჭუნამ შვებით ამოიოხრა. წავიდეთ, უთხრა ქალმა, შენ სახლში? მე არა მაქვს სახლი, სევდიანად გაეღიმა ქალს. მაშინ წავიდეთ, ჯერ ვინმე შევიკეძლებს. მერე კი სახლით გვექნება, წავიდეთ. ცოტა რომ გაიარეს, ბიჭუნას რაღაც გაახსენდა და მიბრუნდა. რატომ გაჩერდი? კითხა ქალმა. ლამაზი ალუბლის ძირას მეძინა, ახლა კი ის ალუბალი აღარაა. ალბათ დილში თუ გადაბრუნდი და იმიტომ ვეღარ პოულობ. ხო, ალბათ ეგრე მოხდა, თქვა ჩაფიქრებულმა ბიჭუნამ და წავიდნენ. დაიქირავეს ერთი ოთახი და დაიწყეს ტკბილად ცხოვრება. ქალი ლამაზ ფერად კაბებს კერავდა. ბიჭუნა სკოლაში დადიოდა და საშინაო საქმეებში ეხმარებოდა ქალს. ხანდახან ჰკითხავდა ხოლმე, დედა, რატომ შენ არ იცვამ ფერად კაბებს? აბა რა ვქნა, თეთრი ფერი მიყვარსო, ეუბნებოდა ქალი. საღამოს დილის წინ დედა შუბს რომ ჩააქრობდა, სიბნელეში მივიდოდა და აკოცებდა ბიჭს. ბიჭუნას უცებ სული შეუგუბდებოდა ხოლმე სიხარული და იტყოდა, დედა, ხო შვილო, ქალი კიდევ აკოცებდა შუბზე, მითხარი რა გაწუხებს? არა, არაფერი, იტყოდა ბიჭუნა. ქალის თმებს ფრთხილად შეახებდა თითებს, თავისთვის გაიღიმებდა სიბნელეში და ჩაეძინებოდა. ერთხელ კი ძილის წინ ქალმა სანთელი რომ ჩააქრო, ბიჭუნამ გამბედაობა მოიკრება და უთხრა, დედი, იცი ხანდახან რომ შემოხედავ, მომეჩვენება ხოლმე რომ აყვავებული ალუბლის ხე ხარ. რა თქვი ალუბლის ხეო? ჩუმად კითხა ქალმა. ხო, რატომ მეჩვენება ეგრე? თეთრი კაბა რომ მაცვია, ალბათ იმიტომ. სხვებსაც ხომ მაცვია თეთრი კაბა, მაგრამ ისინი არ მეჩვენებიან. შენ რატომ მეჩვენები ალუბლის ხე, დედი? ალბათ იმიტომ რომ პირველად ალუბლის ბაღში ვნახე. ხო, ბიჭი ჩაფიქრდა ცოტა, შემდეგ ისე უთხრა, დედი, გისმენ შვილო. ხალხან კიდევ რომ შემოხედავ, გედი მეგონები ხოლმე, დიდი თეთრი გედი. რატომ, დედი? დედა ზუმდა. დედი, ხო შვილო, რატომ, დედი? კვლავ კითხა ბიჭმა. ალბათ ხელებს რომ ავიქნევ კაბის სახელოებს, ფრთებს მიამსგავსებ ხოლმე. სხვა ქალებიც ხომ აიქნევენ ხოლმე ხელებს. რატომ ისინი არ მეჩვენებიან გედებად? არ ვიცი შვილო, მოდი დავიძინოთ. კარგი, კიდევ მაკოცე რა დედი. დედა მაკოცა, ბიჭუნამ დაიძინა, ქალი კი ჩუმად ტიროდა. მას ვერ გადაეწყვი და ეთქვა თუ არა ბიჭუნასთვის თავისი საიდუმლო. რა იყო ეს საიდუმლო? გაზაფხულის მთვარიან ღამით ხომ გასულ ხართ ქალაქგარეთ, ხომ გინახავთ გორაკის თავზე თეთრად მოკათქათი ალუბლის ბაღი. თუ ბაღს შორიდან შეხედავთ, რომ ხეთრდირები არ გამოჩნდნენ, აუცილებლად იფიქრებთ, უნაზესი და უმსუბუქესი ასაფრენად გამზადებული თეთრი ღრუბელი წევს გორაკზეო. იფიქრებთ და არ შეცდებით, მართლაც ცისკენ მიიწევს აყვავებული ალუბლების მსუბუქი ბაღი. თვალის ავსების ღამეს, შუა ღამე რომ გადავა, დაუბერავს ნიავი და მოხდება სასწაული. თეთრად მოკათქათე ბაღში ყველაზე ნაზი და სევდიანი ალუბლის ხე თეთრ გედად გადაიქცევა. ოღონდეს უცებ არ ახდება. თეთრად მოკათქათე ალუბალი ნელ-ნელა იცვლის სახეს და როცა უკვე აღარა ალუბალი და ჯერ გედად არ აქცეულა, ის თეთრი ქალია მაშინ. ქალი გაახერს თვალებს, შეხედავს თვარეს, გაიღიმებს და ოდნავ ამოიოხრებს და გადადგამს ნაბიჯს. დაუვლის მთელ ბაღს, ნაზად გამოემშვიდობება ყველა ხეს, მერე გამოვა ბაღიდან. თვარისაკენ სახე მიპყრობილი და ხელებ გაშლილი, გაიქცევა მსუბუქი ნაბიჯებით. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ აირში აცურდება. თეთრად აფრიალდება მისი კაბის სახელოები, იქცევა გედად, დაიქნევს ფრთებს და წავა ცისკენ. იმ მთვარიან ღამეს კი აი რა მოხდა. როცა ალუბლის ხე ქალად იქცა და თვალი გაახილა, უცებ იგრძნო, რომ ფეხებზე ვიღაც შემოხვეოდა.
დაიხედა ძირს და ბიჭუნა დაინახა. ბიჭუნას თვარე უნათებდა ნამტირალებს სახელს. ქალმა ჩაიჩუქა და თავზე გადაუსვა ხელი მძინარს. და ბიჭუნამ ისე გულსაკლავად ამოიოხრა ძილში, რომ ქალს გული შეეკუმშა სიბრალულით. კვლავ მიეფერა მძინარ ბიჭუნას, მერე წამოდგა და დიდხანს უცქეროდა მთვარეს. თავისკენ ეზიდებოდა ბაძრი მთვარე. ფრენის სურვილს აევსო ქალის არსება და ქალმა ნელა ასწია ხელები, გაიწოდა მთვარისაკენ, მაგრამ კვლავ ამოიოხრა ძილში ბიჭუნამ და ქალსაც აღმოხდა ოხრა. სწრაფად დაუშვა ხელები, ზერა მოაცილა მთვარეს, დაიხარა, შუბლზე აკოცა ბიჭუნას და ჩაიჩურჩულა. შენთან დავრჩები, რადგან ამ ქვეყნად შენ გჭირდები ყველაზე მეტად. და ეს ხმებმა იფრინონ ცაში. დათეს ქალად ქცეულმა თეთრმა ალუბლის ხემ არ დაასრულა სახეცვლილება, არ იქცა გედად. დარჩა ბიჭუნასთან ქალი, მაგრამ მას შემდეგ მის არსებაში მუდამ ცოცხლობდა აყვავებული ალუბალიც და თეთრი გედიც. დროდადრო ქალს შემოაწვებოდა ჩუმი ნაღველი და უნებლიეთ მართლაც გადაიქცეოდა ხოლმე წამით ხან აყვავებულ ალუბლის ხედ, ხან კი თეთრ გედად. ბიჭუნას კი ეგონა მეჩვენებაო. მოსვენებას არ აძლევდა ეს გამოცანა, თუ რატომ ეჩვენებოდა დედა სხვადასხვა სახით. და ერთ ღამეს, როცა ბიჭუნა სხვა ბიჭებთან ერთად იჯდა ფიქრით გორაზე და სავსე მთვარე შეცქეროდა, ბიჭებს გაანდო დედამისის ლამაზი ამბავი. გაანდო და გულის პანცხალით ელოდა, თუ რას ეტყოდნენ. შიშობდა, ვაი თუ არ დამიჯერონ და სასაცილოდაც ამიგდონო. მაგრამ ბიჭებს სულაც არ გაჰკვირვებიათ. თურმე ყველა ბიჭს ემართება ასე. ეჩვენება, რომ ხან ნაზი, თეთრ ყვავილა მცენარეა დედამისი, ხან კი სევდიანი დიდი თეთრი ფრინველი. გაიხარეთ ბატონო გურამ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გენაცვალეთ, ძალიან დიდი მადლობა და ეს არის მომავალი თაობებისთვის უკვე ჩაწერილი ისტორიული მოვლენა ჩემო ბატონო. გაგინარჩ. გაიხარეთ და ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის.